ეხლა მოკლედ გეტყვით, რატო სველდება ალების სანთლები. Subaru-s მაგალითზე ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ გვერდებში არის და ვერ ნახავთ კარგად, ამიტომ Opel-ის მაგალითზე გაჩვენებთ. თუმცა არა აქვს მნიშვნელობა Subaru-ა, Opel-ია, Mercedes-ია, ნებისმიერი მოდელი ის კი არა, რა ვიცი. თუ სადმე Z-ი ისხმევა, თუ რამე ბენზინზე და დიზელზე მუშაობს და რამეს აქვს აი ეს გალოვკა, ასე ვთქვათ და მაგისი ზედა თავსახური. Ну, ახლა დიზელის შემთხვევაში ალების სანთლები არ გვექნება, მაგრამ თავსახურიდან მაინც შეიძლება გაჟონოს. შესაბამისად, ალების სანთლები თუ სადმე არის, რამეს აქვს ნებისმიერ რაღაცაზე გამოდგება ეს წესი. წესი რა, ეს თემა. აქ არ ვაქცევთ ყურადღებას, რაღაც გადაკეთებებია, ამიტომ ეს არ გვაინტერესებს ახლა ამ წუთას. ძრავი არის დახურული, ასე ვთქვათ, ძრავის ხუფით. ამას რუსულად ვეძახით გალოვკის თავსახურს, ну, გალოვკის კრიშკებს. თავსახურს ვერ დავარქმევთ, არ ვიცი ახლა გალოვკა ქართულად როგორ არის. მოკლედ გალოვკის თავსახურია ესა. ეს თავსახური რო გერმეტულად იყოს, ამისათვის აი აქ შუაში მათ შორის, აი ამ ადგილას რეზინის, სილიკონის სადები არის, შუა სადები. შესაბამისად, აი აქ ნახრეტები რაც არის. ხო და სადაც ბაბინის აი ეს კაბელებია, ან სადაც ბაბინებია. მანდაც ესეთი მრგვალი რგოლები აქვს, რომელიც აი ამ თავსახურს ეხმარება იმაში, რომ იყოს ჰერმეტული და ძრავიდან ამოსული ზეთი არ გადმოვიდეს გარეთ. ამ შემთხვევაში ახლა აი აქ პატარაზე გატეხილია, პლუს აი აქ კიდევ პატარაზე ჟონავს. ეს შეიძლება ჩამოვიდეს აი აქ და აი ამ ცხელ კოლექტორზე დაეწვეთოს და კვამლიც კი გამოიწვიოს. იგივე არის Subaru-ზეც გვერდებში აქ მაგას და კოლექტორზე იქაც ეწვეთება. ხო და შესაბამისად თუ თქვენი ალების სანთლების შეცვლის დროს ნახეთ რომ სველია, ან თვითონ აი ეს ბაბინები სველია, ან ბაბინის კაბელები არის სველი, ან აი ესე ირგვლივ არის ზედამხარე სველი, ეს არის გალოვკის თავსახურის შუა სადების ბრალი. ან არის გამომხმარი, ან არის გამსკდარი, ან არის უხარისხო.